როცა საქმე სხეულის ფორმის ცვლილებას და სპორტულ შედეგს ეხება, ცხიმებს სამი მაკრონუტრიენტიდან ყველაზე ნაკლები პრიორიტეტი აქვს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი როლი საერთოდ უმნიშვნელოა. ცილა აშენებს და ინარჩუნებს კუნთებს, ნახშირწყლები გვაძლევენ ენერგიას ვარჯიშისთვის, ხოლო ცხიმები შედარებით ჩუმ სამუშაოს ასრულებენ. ისინი გეხმარებიან ცხიმში ხსნადი A, D, E, K ვიტამინების ათვისებაში. ასევე მონაწილეობენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჰორმონის წარმოქმნაში, შედიან შენი სხეულის უჯრედების კედლების შემადგენლობაში და შენი ორგანიზმი მოსვენებულ მდგომარეობაში ძირითადად ცხიმისგან მიღებული ენერგიით ფუნქციონირებს. ანუ პირდაპირ კუნთს არ ზრდის, მაგრამ მთლიანი სისტემის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია. მოდი პირველ რიგში ვნახოთ, როგორი ცხიმები არსებობს, იმიტომ რომ ყველა თანაბრად ჯანსაღი არ არის. პირველი ჯანსაღი ცხიმების მაგალითი არის მონოარანაჯერი ცხიმები. მონოარანაჯერ ცხიმებს შეიცავს ავოკადო, ზეითუნის ზეთი, ნუში და მიწისთხილი. ასეთ ცხიმები არ ზრდიან სისხლში ქოლესტერინის დონეს და კავშირი აქვთ უკეთეს გულის ჯანმრთელობასთან. შემდეგ გვაქვს პოლიარანაჯერი ცხიმები. ისინი გეხმარებიან სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებაში და ასევე ამცირებენ გულსისხლძარღვთა დაავადებების და ინსულტის რისკს. პოლიარანაჯერი ცხიმების მიღება შეგიძლია კაკლიდან, თევზიდან, მზესუმზირის ზეთიდან და სელის თესლიდან. სპექტრის შედარებით ნაკლებად ჯანსაღ მხარეს არის ნაჯერი ცხიმები. ნაჯერი ცხიმები შეიცავს კარაქი, ყველი, საქონლის ხორცი და ქოქოსის ზეთი. ასეთ ცხიმების დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია გულის დაავადებების რისკის ზრდასთან, ამიტომ მათი რაოდენობის შეზღუდვა კარგი იდეაა. საბოლოოდ დაგვჭირდა ტრანსცხიმები. ტრანსცხიმებს ძირითადად ძალიან გადამუშავებულ საკვებში იპოვი, როგორიც არის მარგარინი, გამომცხვარი საჭმელი, ჩიფსები და ასე შემდეგ. ტრანსცხიმებზე კვლევები საკმაოდ შეჯამებულია. ისინი ზრდიან ცუდი, ანუ LDL ქოლესტერინის დონეს, ამცირებენ კარგი, ანუ HDL ქოლესტერინის დონეს სისხლში და ასევე ზრდიან გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ერთი სიტყვით, ერთადერთი ცხიმის სახეა, რომლის საერთოდ ამოღება კვებიდან კარგი იდეა იქნებოდა. კიდევ ერთი განსაკუთრებული ცხიმების კატეგორია არსებობს, რომლებიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ესენია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები. როგორც ცილების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზმი ყველა ცხიმს თავისით ვერ წარმოქმნის, ამიტომ მათი მიღება საკვებიდან აუცილებელია. ზუსტად ესენია შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები. ასეთია ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმები, რომლებიც გვხვდება კაკალში, სელის თესლში, ჩიას თესლში და თევზში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათი მიღების გარეშე ჯანმრთელობის პრობლემების რისკები იზრდება, ამიტომ თუ საკვებიდან ვერ იღებს საკმარის, შეგიძლია დანამატებიც მიიღო. ზოგადად ცხიმის საჭირო რაოდენობას რაც შეეხება, მინიმალური, ანუ გადარჩენისთვის საჭირო რაოდენობა დაახლოებით 0,6 გრამია ყოველ 1 კილოგრამ უცხიმო სხეულის წონაზე. ანუ 70 კილოგრამიანი ადამიანისთვის დღიური მინიმალური რაოდენობა 42 გრამი იქნება. მაგრამ ეს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც გადასარჩენად სჭირდება. მინიმალური რაოდენობის მიღება მხოლოდ დროებითაა რეკომენდებული, მაგალითად ცხიმის კლების ფაზის ბოლოს. მაგრამ ამ რაოდენობაზე დიდი ხნით გაჩერება არაა კარგი იდეა, იმიტომ რომ რაღაც პერიოდის მერე ჰორმონალური პრობლემების გამოწვევის რისკი იზრდება. კარგი ისაა, რომ როცა ჯანმრთელობისთვის საჭირო ცხიმის რაოდენობას დააკმაყოფილებ, ცილებისგან და ნახშირწყლებისგან განსხვავებით, ცხიმის რაოდენობა ფიზიკური აქტივობის ზრდასთან ერთად არ იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ცხიმების რაოდენობა უფრო მოქნილია. ანუ როცა ცილები და ნახშირწყლები შერჩეული გაქვს შენი სპეციფიკური მიზნისთვის, დანარჩენი კალორიები შეგიძლია უბრალოდ ცხიმებით შეავსო. ცხიმი არის ის მაკრონუტრიენტი, რომელიც ყველაზე თავისუფლად შეგიძლია გაზარდო და შეამცირო. მაგალითად, თუ კუნთის მომატებას ცდილობ და საკმარის ცილას და ნახშირწყალს უკვე იღებ, მაგრამ მეტი კალორიები მაინც გჭირდება, შეგიძლია უბრალოდ ცხიმების რაოდენობა გაზარდო, იმიტომ რომ ცხიმს 1 გრამზე 9 კალორია აქვს, რაც დაგეხმარება წონის მომატებაში. მეორე შემთხვევაში, თუ წონის კლებას ცდილობ და კალორიების შემცირება გჭირდება, პირველ რიგში ცხიმებს შეამცირებდი, იმიტომ რომ ცხიმების შემცირებით არაფერი არ დაშავდება, თუ მაინც და მაინც ძალიან მინიმუმამდე არ დაიყვანო. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, თუ კუნთის მოსამატებლად იკვებები, მაშინ ცხიმები ზედმეტი კალორიების მიღებაში დაგეხმარება. თუ სპორტული შედეგია მიზანი, მაშინ ცხიმები უკან დაიხევენ და ადგილს გამოანთავისუფლებენ ნახშირწყლებისთვის. ხოლო თუ ცხიმის დაკლებას ცდილობ, მაშინ ცხიმების შემცირება შეგიძლია მინიმუმამდე, მაგრამ დიდი ხნით არა. მოგვიანებით კურსში ვისწავლით კალორიების და მაკრონუტრიენტების ზუსტი რაოდენობების განსაზღვრას შენი სპეციფიკური მონაცემების და მიზნების მიხედვით. მანამდე კი ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.